ეს არის აბსოლუტურად ნოლიდან დაწყება, იმიტომ რომ ყოველთვის რა თავი დაანებო წელიწად ნახევარი არც არ მიმუშავია. რატო გადავწყვეტე, რომ აქ ვიყო დღეს ამ დარბაზში და ვიყო პილოტის ინსტრუქტორი. ბოლო წლები დიდი ხანი მუშაობდი ტელეკომპანია იმედში. ბოლო პერიოდში მქონდა ჩემი რუბრიკა იმედის დღეში, ეს იყო ქალებზე. ყოველთვის ფიქრობდი, რომ შემეძლო ქალებისთვის მხარდაჭერა გამომეცხადებინა და მეტნაკლებად ამას ვახერხებდი კიდეც. როდესაც პირველად შემოიტანეს რუსული კანონი, იქ უკვე იყო სერიოზული პროტესტი, თუმცა მე გახსოვთ როგორ განვითარდა მოვლენები, ეს კანონი უკან გაიწვიეს და მე გავაგრძელე იქ მუშაობა. თუმცა რასაკვირველია, უკვე თვალნათელი იყო კურსი, რომელიც როგორც სახელმწიფომ, ისე ვთქვათ ამ კომპანიამ ნელ-ნელა შეიცვალა. როდესაც უკვე მეორედ შემოვიდა ეს კანონი პარლამენტში, რუსული კანონი, იქ პირდაპირ აღარ მივედი სამსახურში. მალევე რამდენიმე თვეში გავაკეთე პროექტი, ეს იყო ევროკავშირის დაფინანსებით, დამოუკიდებელი პროექტი იყო აბსოლუტურად. ანუ აქ ვხედავდი ჩემ თავს. აქ ვხედავდი, რომ დონორების დაფინანსებით გავაკეთებდი იმ თემებს, რაც იყო ძალიან აქტუალური, ძალიან ვთქვათ, პრობლემური და ჩემი ქვეყნისთვის ძალიან ვთქვათ, მნიშვნელოვანი. როდესაც უკვე ესეც ჩაიკეტა, უკვე მივხვდი, რომ ამ პროფესიაში, ამ მიმართულებით, რაც მე გეგმაში მქონდა, უახლოეს პერიოდში აღარ გამოვიდოდა არაფერი. შემდეგ იყო რამდენიმე კერძო კომპანიასთან კომუნიკაცია, საჯარო სამსახურებში მე არ მიმართავს. მე ჩავთვალე ესე, რომ ერიდებიან ადამიანები ისეთი კადრის სამსახურში აყვანას, რომელიც ღიად არის პროტესტანტი. და მე იყო უკვე პილოტესი, ეს აი აბსოლუტურად ისე მოხდა, რომ ამაზე არც არასდროს არ მიფიქრია. მე ამ დღეს განმავლობაში ვაგრძელებდი ბარჯიშს და ის შემთხვევით მოხდა, რომ რაღაც სოციალურ ქსელში ვნახე, რომ ინსტრუქტორებს ამზადებენ მოკლედ პილოტესთვის. სიახლეზე წინასწარ უფრო მაგ ხოლმე, რომ ვაიმე რაღაცა და მე აი როცა იწყებ აი რაღაც როგორც მაგალითად შეიძლება ვიღელვო რაღაც ჩართვაზე, ხო და მაგრამ აი რომ ირთვება კამერა უკვე შენ სტიქიაში ხარ. სხვა შეიძლება აქაც ესე დამემართე, რომ როგორც კი გამარჯობა ვიწყებთ თხარი პირდაპირ აღარც მიფიქრია. თითქოს ჩემს სამყაროს ვიქმნი და კომფორტულად ვარ. კომფორტულად ნამდვილად ვარ. მაგრამ არ ვიცი რა მერჩივნა, საერთოდ მერჩივნა, რომ ის ბოლო 2 წელი ჩემს ქვეყანაში არ ყოფილიყო. ეგ მერჩივნა.